ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განმარტება გაკეთდა. საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაზე ამ გადაწყვეტილების გარშემო არსებულ საკითხებზე დეტალურად საუბრობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. გარკვეული განმარტების გაკეთება გადავწყვიტეთ მე და პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში არ წყდება მამა დოროთეს და მისი თანამოაზრეების მხრიდან საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობა და საუბარი არის თითქოს მამა ილია თოლურაიას დაბარების დროს მოხდა პროცესუალური გადაცდომები და არ ერიდებიან თქმას, რომ პატრიარქი შეიყვანა შეცდომაში მისმა მდივანმა, მაგალითად, რომელიც 23 წელი არის მისი მდივანია, ქორეპისკოპოსმა, რომელიც ასევე 23 წელია ქორეპისკოპოსია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელიც 8 წელი არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს ასრულებს. მცირე განმარტებას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. მართალია ის, რომ მამა ილია თოლურაია დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისათვის, რომ იქნებ მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა უკვე მისი დამოკიდებულება სინანულს არ აპირებდა. მას შემდეგ, რაც მამა ილია გავიდა საპატრიარქოს ჭიშკრიდან, იქვე გააკეთა ამაზე უფრო უარესი განცხადებები. მამა ილიას კომისიაზე დაბარებას აზრი აღარ ჰქონდა, საპატრიარქოში იმ დროს კომისიის წევრები იყვნენ და მის გარეშე მიღებული იქნა დასკვნა, რომელსაც მე ვთხოვ, რომ მამა მიქაელმა წაიკითხოს. ანუ როგორც მამა ანდრიამ აღნიშნა, არანაირი განზრახვა და არანაირი სურვილი იმისა, რომ მამა ილიასთვის ვინმე შეურაცხყოფა მიეყენებინა, პირიქით ის იყო დაბარებული მღვდელმთავრებთან იმისათვის, რომ აეხსნათ მისთვის, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო და ვერანაირად ვერ ჩაჯდებოდა მღვდლის ქმედებაში. საუბარი მართლაც დაიწყო ძალიან კორექტულად, ძალიან მამაშვილურად. მეუფე შიომ და მეუფე თეოდორემ განუმარტეს მას, რომ ის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსაყდრესთან მიმართებაში, კომისიასთან დაკავშირებით იყო უადგილო და იყო, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფელი. მან ითხოვა შემდეგში სიტყვა და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ თქვა მას ეს წინადადება და ასე რატომ მიუთითებდა ხელით საპატრიარქოზე და ამბობდა, რომ აგზის ეგზარხოსი. რა თქმა უნდა, ახსნა ვერანაირი ვერ ექნებოდა, რადგანაც ამ სიტყვების ახსნა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, როდესაც მოსაყდრეს მიმართავდა მას ეუბნები, რომ ის ხარ შენ ეგზარხოსი. ანუ ის შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს, ან ჩვენ პატრიარქის მიერ შექმნილი კომისიის წევრებს, რომელიც ბრძანებითაა გამყარებული და ჩვენი თავები არ დაგვინიშნია ამ პოზიციაზე და ჩვენ არ ვართ თვითმარქვიები. ეს პატრიარქის ბრძანებით ვართ ჩვენ დანიშნული ამ პოზიციაზე. პრაქტიკულად გამოდის, რომ პატრიარქსაც შეურაცხყოფას ვაყენებთ, რადგანაც პატრიარქია ეკლესიის მეთაური და ანუ საკითხი მეუფე შიოს დანიშნის მოსაყდრეთ იყო სადღაციდან ნაკარნახევი. ეს რა თქმა უნდა არის უაღრესად მძიმე შეურაცხყოფა, როგორც მღვდელმთავრებისთვის, ისე თვით ეკლესიის მეთაურისთვისაც. რა უნდა აეხსნა მამა ილიას ამასთან დაკავშირებით, რანაირად უნდა გაემართლებინა თავისი პოზიცია. შემდეგ საუბარი, რა თქმა უნდა, დამძიმდა უფრო, მან ხმას მოუმატა და ცდილობდა, რომ ეთქვა ის, რაც მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რის უფლებად ჩვენ მას აღარ მივეცით, მეუფეებმა აღარ მისცეს ამის უფლება და მას მოთხოვეს, რომ დაეტოვებინა მოსაყდრის კაბინეტი.
ამ დროს როგორც მამა ანდრია მოგახსენათ, ჩვენ პრაქტიკულად ყველა ვიმყოფებოდით საპატრიარქო რეზიდენციაში და მყისიერად შევიკრიბეთ ჩვენ მისი გამონათქვამები კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ, როდესაც მან საპატრიარქოს შენობიდან გასვლის შემდეგ გააკეთა განცხადებები საპატრიარქოს ჭიშკართან. რა თქმა უნდა, მისი მეორე დაბარება და უკან შემოbrunებას არანაირი აზრი და შინაარსი არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი უწმინდესობისათვის მიგვემართა შემდეგი თხოვნით. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაბარებული გახდა საპატრიარქო ტახტის მოსწავლე მიტროპოლიტ შიოსთან მუჯირი და პატრიარქის ქორეპისკოპოს მიტროპოლიტ თეოდორესთან ჭუაძე. რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხყოფელ გამონათქვამებზე. სადაც სინანულის გამოხატვის ნაცვლად არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება, რასაც უკვე მოგახსენებდით. საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე საბოლოო დასკვნის მისაღებად იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართეს მოციქულთა 55 კანონის საფუძველზე არქიმანდრიტ ილიასათვის თოლორაიამ მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს. კლერიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილი იქნას, რამე თუ ნათქვამია, თავარსა ერისა შენისასა არა რქვა ბოროტი. ეს გახდა 55 მუხლი გახდა სწორედ საფუძველი იმისა, რომ მამა ილია თოლორაიასათვის პატრიარქისთვის მიგვემართა ამ შუამდგომლობით, რაც მისმა უწმინდესობამ დააკმაყოფილა და საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა აი ამ ბრძანების შესახებ, რითაც მას შეუჩერდა მღვდელმოქმედება. აი ამ კომისიის სხდომის დასკვნას ხელსაც წერს საპატრიარქო ტახტის მოსწავლე სენაკისაძე ჭყოროწყუს მიტროპოლიტი მეუფეშიო და კომისიის მდივანი თქვენი მონამორჩილი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი. აი ამ ყველაფრის ფონზე ისმის, რა თქმა უნდა, კვლავ მათი მხრიდან შეურაცხყოფელი განცხადებები კომისიის წევრების მიმართ, რაც რა თქმა უნდა საზოგადოებაში აჩენს საფუძვლიან ეჭვს და სურვილს თუ გაიგონ სინამდვილეში რა მოხდა და როგორ იყო ეს ყველაფერი. აი ამჯერად ამისი გაცნობა მინდოდა და აი ეს კომისიის დასკვნა გაგაცანით, კომისიის დასკვნა აქ მაქვს, ხელთ მიპყრია და თქვენ შეგიძლიათ მას გაეცნოთ და ნახოთ, რომ ეს ყველაფერი იყო ყველა იმ პროცესუალური ნორმების დაცვით. ჩვენ არა ვართ პირველი დღე საპატრიარქოში, როგორც მამა ანდრიამ გითხრათ, მოგახსენათ, ჩვენ მრავალი წელია მისი უწმინდესობის გვერდით ვიმყოფებით და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი წლის განმავლობაში მე ქორეპისკოპოსი, მოსაყდრე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასე ვატყუებთ მის უწმინდესობას და საქმის კურსში არ ვაყენებთ და ასე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი დღე მოგვიწევდა ჩვენ აქ ყოფნა და რამდენი ხანს გაგვეჩერებდა მისი უწმინდესობა, ჩვენ რომ ასეთი უპასუხისმგებლოები ყოფილიყავით და ასე ჩვენი ნება სურვილით რო გვემართა ეკლესია. ამიტომაც ვაკეთებთ ამ განმარტებას, რომ საზოგადოებისათვის ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს საქმე და რატომ გვედავებიან ეს სასულიერო პირები და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიმართ აკეთებენ ძალიან შეურაცხყოფელ განცხადებებს, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა არ პასუხობთ, ჩვენ უფრო მეტი მოთმინება გვევალება, ამიტომაც არ გვინდა საეკლესიო საკითხების გარეთ გამოტანა და საზოგადოების სამშელო გავხადოთ, მაგრამ ხანდახან ამისი აუცილებლობა დგება, რომ ჩვენ განმარტოთ ეს რეალობა, რასთან გვაქვს საქმე და ჩვენმა ძვირფასმა საზოგადოებამ ამის შესახებ უშუალოდ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან მიიღონ ინფორმაცია. როგორც არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შემთხვევაში
პირველი შეხვედრა, რომელიც 16 სექტემბერში მოხდა არქიმანდრიტ დოროთესთან დაკავშირებით, დამოკიდებულება იყო ერთი და იგივე. რომ მისთვის გვეთქვა იმ გადაცდომების შესახებ, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირებს. არც ერთი შეკითხვა, არც ერთი მისდამი გამონათქვამი არ შეხებია მის პოლიტიკურ შეხედულებებს და იმ თავითვე 16 სექტემბრიდან მოყოლებული ყველაფერი არის სიცრუე, რაც უკავშირდება იმ შინაარსს, რომ თითქოს მას პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დევნია. შესაბამისად, აი ამდენი ხანი ყველაფერი, რაც სართულ ამაზე დააშენეს, აი ამ მხარემ, ყველაფერი არის უსაფუძვლო და მე მივმართავ არქიმანდრიტ დოროთეს მთლიანად გამოაქვეყნოს ის ჩანაწერი სრულად, რომ მსმენელმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს. რამდენჯერ იყო იქ ნათქვამი, რომ შენი შეხედულებები როგორც გინდა ისე წარმოაჩინე, უბრალოდ იყავი კორექტული კოლეგებისა და იერარქიის მიმართ. იმ შემთხვევაში ამა დოროთეს დაბარება მოხდა კომისიაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხოლო მამა ილიას შემთხვევაში მუცდასაც აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ იმ დღესვე დაიწერა ეს დასკვნა. ასე რომ ცოტა ხანში ეს დასკვნა გამოქვეყნდება და საშუალება გექნებათ თავად გაეცნოთ. პირველ შეხვედრაზე, რომელზეც ახლა მამა ანდრია საუბრობდა, მამა დოროთესთან, როდესაც იყო შეხვედრა, მან ამიტომ ვთხოვთ მამა დოროთეს, რომ გამოქვეყნოს მთლიანი ჩანაწერი. ჩვენ ბოლოს ასე შევჯერდით, რომ ჩვენს მიმართ, ანუ სასულიერო პირების მიმართ საყვედურს აღარ გამოთქვამდა ის, ანუ გავითვალისწინებო, მან თქვა, ნამდვილად ამბობს ამ სიტყვას, რომ ის გაითვალისწინებს ამას. თითქოს და ეს ყველაფერი რაღაც მშვიდობიანად დამთავრდა, ნამდვილად ჩანს იმ ჩანაწერში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ამბობს, რომ ის გაითვალისწინებდა ამას. დავემშვიდობეთ ერთმანეთს, კი არა და რაღაც ცნობა მთხოვა და ის ცნობაც გავუკეთე და ხელი მოუწერია ამ ცნობაზე, არანაირი იქ რაღაც დაპირისპირება ისეთი არ ყოფილა. ჩვენც რაღაც მივიჩნიეთ, რომ რაღაც შეხვედრამ ძალიან ესეთი კორექტულად ჩაიარა ყოველ შემთხვევაში, არაფერი ისეთი იქ არ მომხდარა ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ცნობა გავუკეთე და მოუწერა ხელი, თუ დაპირისპირება იქნებოდა, რა ცნობას გავაკეთებდი და რაზე მოუწერდი ხელს. ამის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა მსგავსი განცხადებების გაკეთება, რაც რა თქმა უნდა საფუძველი გახდა ხელმეორედ მისი დაბარების. აი ეს იყო ჩვენთვის ძალიან შეურაცხყოფელიც და გაგვირგვებულებიც დავრჩით, რომ ჩვენ შევთანხმდით ამ საკითხზე თითქოს, მაგრამ შემდეგ ისევ გაგრძელდა რაღაც შეურაცხყოფები, ის რომ თითქოს და ჩვენ მას პოლიტიკური მოსაზრებების გამო და რუსთაველზე დგომის გამო ვედავებოდით, სინამდვილეში მას ჩვენ რამდენჯერმე განუმარტეთ იმ შეხვედრაზე, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით მასთან შეკითხვები არ ქონდა. ჩვენ შეკითხვები ქონდა სასულიერო პირების დამცრობასთან, მათ დამდაბლებასთან და მათ მიმართ ესეთი განცხადებების გაკეთებაზე უარის თქმა, რაც სასულიერო პირებისთვის შეურაცხყოფელია. ეს იყო და ეს მეტი სხვა იქ არაფერი არ ყოფილა, შემდეგ უკვე თქვენ ამას ყველაფერს ადევნებთ თვალს, როგორ და რანაირად გაგრძელდა ეს ყველაფერი.